რას იტყოდით თუ გითხრათ, რომ არსებობს საიდუმლო საზოგადოება, სადაც პლანეტის 200 ყველაზე მდიდარი, გავლენიანი და კავშირიანი კაცი იკრიბება დახურულ კარს მიღმა და მას მართავს ნამდვილი ვამპირი, რომელიც ანტიქრისტეს მეორედ მოსვლაზეა შეპყრობილი? რას იტყოდით თუ გითხრათ, რომ ეს ჯგუფი MCU-დან ერთ პერსონაჟს ეთაყვანება და ატარებს საიდუმლო სემინარებს ყველაფერზე, დაწყებული საკუთარი კულტის შექმნით, დამთავრებული სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებით? ალბათ ამას სუფთა შეთქმულების თეორიად ჩათვლიდით. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, ამის შესახებ ისეთი გამოცემები წერენ, როგორიცაა Forbes და The Guardian და არა Infowars. გაიცანით დიალოგი, ადგილი, სადაც ელიტა იკრიბება თქვენი მომავლის დასაგეგმად. მას სილიკონის ველის პასუხს უწოდებენ ბილდერბერგის ჯგუფზე, ხელოვნური ინტელექტის მასონებს, Tech Bro Illuminatis. რაცა უნდა დაარქვათ დიალოგი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ და საიდუმლო შეკრებად იქცა. 2006 წლიდან ყოველ წელს მისი წევრები დახურულ კარს მიღმა იკრიბებიან არიზონას, სანტა-ბარბარასა და ვენეციის მდიდრულ სასტუმროებში. ეგ 1%-ში შემავალი 1% თქვენს ცნობის მოყარე თვალებს მოშორებით თავისუფლად ურთიერთობს. მათ ვაშინგტონშიც კი შეიძინეს მიწა აშშ-ში, მუდმივი შტაბ-ბინისთვის, რათა, ციტატა, გაზარდონ ჩართულობა კანონმდებლებთან. მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? დიალოგის არსებობა საიდუმლო არ არის, მაგრამ მათ უყვართ დიდი ამბისატეხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ფარულები არიან. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი dialog.org არის ერთი შედარებით უბრალო გვერდი, რომელზეც მხოლოდ ლოგო და შემდეგი სიტყვებია განთავსებული. დიალოგი არის მხოლოდ მოწვევით მოქმედი საზოგადოება, რომელიც აერთიანებს აღმასრულებელ დირექტორებს, დამფუძნებლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მთავრობის ლიდერებს, ინვესტორებს, ხელოვანებს და სხვებს, რომლებიც იკრიბებიან კონფიდენციალური საუბრებისთვის, რათა ერთმანეთისგან ისწავლონ. თუ გსურთ, რომ დიალოგში მოწვევა მიიღოთ, მიაღწიეთ რაიმე გამორჩეულს მსოფლიოში და შემდეგ ვიღაცას თხოვეთ, რომ დაგასახელოთ. ის აცხადებს, რომ არ აქვს იდეოლოგიური დრის წესრიგი და არც პარტიული ერთგულება. ის არ იღებს შემოწირულებებს ან ინვესტიციებს. არ არის მთავარი სიტყვით გამოსვლები ან პანელური დისკუსიები და არაფერი უნდა გავიდეს ოთახიდან. ამ განცხადებებიდან ბევრი აშკარად ყუილია, რადგან არა მხოლოდ დიალოგის თავაზობს არაერთ სიტყვით გამოსვლას და პანელს და ხავს ათათასობით გადამხდელი წევრი. მას ნამდვილად აქვს იდეოლოგიური დრის წესრიგიც. ეს დრის წესრიგი გაგიყინავთ სისხლს. გარდაუვალია, რომ ესეთი საიდუმლო საზოგადოება, როგორიცაა დიალოგი, იწვევს ცნობის მოყვარეობას და საბოლოოდ მკაცრი შემოწმების საგანი ხდება. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა გაეგო რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, იყო შვეიცარიელი ანარქისტი და აქტივისტი მაია არსენ კრიმუ, რომელიც ინტერნეტში ცნობილია სახელით krimu.gay. ის ძალიან აქტიურია ამ სფეროში. 2023 წელს მან გატეხა FBI-ის ფრენების აკრძალვის სია და 2019 წლიდან არაერთი კომპანია, რომლებიც მისი აზრით არაეთიკურად მოქმედებდნენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ გავლენიანი ადამიანი ხარ და რაღაც საეჭვოს აკეთებ, მაია არსენ კრიმუ ის ბოლო ადამიანია, ვისაც გინდა რომ შენით დაინტერესდეს. რაც შეეხება dialogs, მას დიდად არ დასჭირვებია ძებნა იმის გასაგებად, რომ მის საიდუმლოებით მოცულ ვებგვერდს სინამდვილეში სასაცილოდ სუსტი უსაფრთხოება ჰქონდა. და არა მხოლოდ ეს, არამედ dialogs, მიზეზების გამო, რომლებიც არც ადამიანს და არც ცხოველს არ ესმის, თავისი წევრების უზარმაზარი სია ჰქონდა ვებგვერდის საჯაროდ ხელმისაწვდომ კოდში. ეს მოიცავდა წევრობის სტატუსს, თითოეულ შეკრებას, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, ბიოგრაფიას, პოლიტიკურ კუთვნილებას, საცხოვრებელ ქალაქს და პირად წვდომის ტოკენს, რომელიც შესვლის მონაცემების როლს ასრულებდა. ეს ვიდეო თამაშების ფორმისთვისაც კი ცუდ ოპერატიულ უსაფრთხოებად ჩაითვლებოდა. ის ფაქტი, რომ ეს ულტრასაიდუმლო ჯგუფი, რომელიც თომელის თავის არასაჯარო ხასიათზე ამაყობს, ასე ადვილად შეიძლებოდა მასში შეღწევა, თითქმის ერთ დიდ ფარსად გეჩვენება. კრიმუ თავადაც იტყოდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ადამიანები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, იმდენად დარწმუნებულები არიან საკუთარ უსაფრთხოებაში, რომ საერთოდ არ იწუხებენ თავს ოპერატიული უსაფრთხოების დაცვით. არც კი იმ საიდუმლო, ჩანაწერის გარეშე გამართულ შეკრებებზე, სადაც ჩვენი საერთო მომავალი განიხილება. და ფარსი გრძელდებოდა. ამ სამარცხვინო უსაფრთხოების შეცდომასთან ერთად დაახლოებით იმავე პერიოდში, დიალოგის დოკუმენტების უზარმაზარი არქივიც გაჟონა Wired-ში. ჯგუფის შიდა საქმიანობა კიდევ უფრო გამჟღავნდა. მაგრამ ფარსი არ არის ის, რასაც ეს ჯგუფი და მისი წევრები აკეთებენ. პოლიტიკური გავლენის ყიდვა, ფინანსებისა და ტექნოლოგიების დომინირება, აპოკალიფსის ბუნკერების აშენება და მცდელობა, რომ სამყაროს მიმართულება მთლიანად უფრო ბნელ, ქაოტურ ადგილას გადაიყვანონ, სადაც ტექნოლოგიური მაგნატები შეძლებენ მართლობას დაშლილი საზოგადოების მასაზე. ამის გასაგებად უნდა გაიგოს სიმართლე იმ ერთ ტექნოლოგიურ მაგნატზე, რომელიც ყველას მართავს. ციტატა: მე აღარ მჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია თავსებადია. არსებობს მომენტი, როცა კორუფციის არსებობა შეიძლება ცუდი იყოს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველაფერი ძალიან მოსაწვენი. რატომ არის ყველა ასე გულგრილი საკუთარი სიკვდილის მიმართ? ეს არის პიტერ დილის რეალური ციტატები, საშიში მაგნატი, რომელმაც დაარსა დიალოგი Angel Investor ორინ ჰოფმანთან ერთად. ჰოფმანი სულაც არ არის უცოდველი. მისი კომპანია SafeGraph აგროვებს ადგილმდებარეობის მონაცემებს მობილური მოწყობილობიდან და აყიდის ანონიმიზებულ მონაცემებს ადამიანთა გადაადგილების შესახებ ყველაზე მაღალ ფასის გადამხდელს. მაგრამ ტილთან შედარებით ის საკმაოდ ჩვეულებრივი ბიჭია.
PayPal-ისა და Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელი Till Stanford-ში განათლება მიღებული ბიზნესმენია, რომელიც საკუთარ თავს ვიზიონერად და ფილოსოფოსად მიიჩნევს. მისი საქმიანობა მუდმივად აკენებდა მას მსოფლიოს 100 უმდიდრეს ადამიანს შორის. მან თავისი ფული გამოიყენა, რათა დაეფინანსებინა უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობები და მათზე გავლენა მოეხდინა მთელ მსოფლიოში, ულტრალიბერტარიანულიდან დაწყებული შემაშფოთებლად ავტორიტარულამდე. საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ტილმა მხოლოდ 2024 წელს კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს 1.7 მილიონი დოლარი შესწირა და ეს მხოლოდ აშეთეშუშია. მისი ლიბერტარიანული ფინანსური მიდრეკილებების გამო მას კრიპტოვალუტის იდეოლოგიურ ნათლიად მოიხსენიებენ. მისი მიერ ეგრეთ წოდებულ PayPal-ის მაფიის შექმნა სხვა სტენფორდის კურსდამთავრებულებთან ერთად, რომლებმაც მასთან ერთად დაარსეს PayPal-ი, აჩვენა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც მასსავით არიან. ცნობილია, რომ ის ინვესტიციებს დებს უცნაურ პროექტებში, მაგალითად კომპანიებში, რომლებიც ცდილობენ სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული ხორცის შექმნას და კიდევ ერთში, რომელიც იკვლევს ფსევდოსამეცნიერო იდეას ახალგაზრდული სისხლის გადასხმების შესახებ. აქ თითქოს შესაძლებელია, რომ ადამიანები უფრო დიდხანს დარჩნენ ახალგაზრდები, თუ საკუთარ თავს ახალგაზრდული სისხლს გადაუსხამენ. ხომ იცით, ჩვეულებრივი ადამიანების საქმეებია. ასევე დიდი ხანია ცნობილია, რომ ის შურისმაძიებელი ტიპია. როდესაც ჭორების გამოცემა გოკერმა გაამჟღავნა მისი ჰომოსექსუალობა, მან დაიცადა და შემდეგ შური იძია, როცა დააფინანსა ჰალკ ჰოგანის სარჩელი ამ კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც გაავრცელა მისი სექსუალური ვიდეო. ამან გოკერის სრული განადგურება გამოიწვია. ის ასევე შეპყრობილია ანტიქრისტეთი. სავარაუდოდ იმიტომ, რომ თუ ანტიქრისტე გამოჩნდება, თილი სურს, რომ მას უფასო დიალოგის წევრობა შესთავაზოს მანამ, სანამ სხვა საიდუმლო საზოგადოებები მიაღწევენ მას. მან ერთ-ერთ საიდუმლო სან-ფრანცისკოს ლექციაზე თქვა: მე ვარ ლიბერტარიანი ან კლასიკური ლიბერალი, რომელიც ერთ პატარა დეტალში შორდების ხვებს. მე ანტიქრისტეზე ვნერვიულობ. სანამ მიკითხავდეთ, არა, აქ მეტაფორულად არ ლაპარაკობს. იგი ნამდვილად გულისხმობს ბიბლიურ ანტიქრისტეს, რომელსაც აღწერს როგორც ბოროტ მეფეს, ტირანს ან ანტიმესიას, რომელიც გამოჩნდება უკანასკნელ ჟამს. პიტერ თილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ მას აშინებს ის აზრი, რომ ანტიქრისტე უკვე ჩვენ შორისაა და სჯერა, რომ ალან მურისა და დეივ გიბონსის გრაფიკული რომანი „Watchmen-ები“ ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ დაშიფრული გზამილია. ეს ისეთი შეხედულებაა, რომის გამოც ფსიქიატრიულში დაგაწვენდნენ, რომ არა შენი უზარმაზარი სიმდიდრე. თეოლოგიის, ბეჭდების მბრძანებლის, ვიდეო თამაშების და ნაცისტი იურისტის კარლ შმიტის ნაზნაზავზე დაყრდნობით, რომელსაც პიტერ ტილი დიდ გავლენად ასახელებს, მან წამოაყენა მტკიცებები, რომ ანტიქრისტე შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერის სახით, ბილ გეიტსიდან გრეტა თუნბერგამდე. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ესეთი ადამიანი ცდილობს საიდუმლო საზოგადოებას შექმნას და მისი წევრები ძვირადღირებულ შეკრებებზე შეკრიბოს, რათა გავლენა მოახდინოს მსოფლიოს მიმართულებაზე. ნამდვილი კითხვა ახლა ისაა, რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში. ერთ-ერთი რამ, რასაც ისინი სთავაზობენ, არის სესიები, ანუ საუბრები და დისკუსიები სპეციალურად შერჩეულ თემებზე, რაც თითქოს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ დაპირებას, რომ არ იქნება სიტყვით გამოსვლები ან პანელები. არაფერი იქნებოდა უფრო უცნაური და შოკისმომგვრელი, ვიდრე უბრალოდ ამ საუბრების სახელების ჩამოთვლა, რომელთაგან ზოგი ასეთია: დაარსე კულტი, ტრიბუნა, რომელსაც მას მიზლობს ქრისტიანული ვებგვერდის pray.com-ის დამფუძნებელი. მესამე მსოფლიო ომის გზამკვლევი. როგორია შენი სექსუალური ცხოვრება? მხიარულია, როცა შენ ხარ უფროსი. ბირთვული ენერგიის დაბრუნება. სამი პროგნოზი ირანისთვის. კონტრარული ხელოვნური ინტელექტის მოსაზრებები, კვლევებზე დაფუძნებული ხანგრძლივობის ხრიკები და ღრმად სამწუხარო. ფული ნამდვილობს ვილად ყიდულობს ბედნიერებას. რაც ძალიან გავს თავის დამშვიდებას. ეს ყველაფერი სხვათა შორის რეალური იყო, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ბნელი სემინარები არ არის. მათ ასევე აქვთ Mean Girls-ის სტილის პოპულარობის კონკურსები, რომლებსაც ცდილობენ თავიანთი წევრებისგან საიდუმლოდ შეინახონ. მათ აქვთ სპეციალური შეფასების სისტემა იმისთვის, თუ რამდენად მდიდარი და მაგარია მათი რიტრიტის თითოეული მონაწილე, რომელსაც ძირითადად იყენებენ დინამიური ბილეთების ფასების განსასაზღვრად. და შენ გეგონა, რომ Live Nation იყო ბოროტ. უფრო წვრილმან დონეზეც კი, ეს შეფასების სისტემა ასევე ეხმარება გადაწყვიტონ, ვინ ვისთან დაჯდება სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერებს არ უწევთ თავიანთი სტანდარტების იმდენად დაწევა, რომ იმ სასოწარკვეთილ მილიონერებთან ერთად დასხდნენსხნენ. ყოველ სტუმარს და წევრს ენიჭება რეიტინგი A-დან C-მდე, სადაც A არის დაბალი დონე, ხოლო C ნიშნავს ვიღაცას, ვინც განსაკუთრებით ცნობილი, მდიდარი და გავლენიანია. ასევე არსებობს დამატებითი ღირებულების მოდიფიკატორი, რომელიც 1-დან 4-მდე მერყეობს. ასე რომ თუ შენ ხარ C4 ან ასაფეთქებელი ხარ, ან ენერგეტიკული სასმელი, ან დიალოგის ძალიან დაფასებული წევრი ან სტუმარი, თუ შენ ხარ A1, შეგიძლია ელოდო, რომ ღონისძიებაზე დასწრებისას სრულ ფასს გადაიხდი, მაშინ როცა C4-ებს ნაკლების გადახდა მოუწევთ. მაგრამ თუ შენი რეიტინგი და შენ მიერ დამატებული ღირებულება ძალიან დაბლა დაეცემა, ან თუ ჩათვლიან, რომ კულტურულად არ ერგები, აღარ მოგიწევენ, რადგან არც საკმარისად მდიდარი ხარ და არც საკმარისად მაგარი. თუ ეს ამ ყველაფრის ატმოსფეროდან არ ჩანდა, კი, ისინი იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს, რომ ყველას რეიტინგი განსაზღვრონ, რა თქმა უნდა ასეა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ინტელექტუალური არაკომერციული ჯგუფია, დიალოგი აქ იმისთვისაა, რომ თავის წევრებს რაღაცები მიჰყიდოს. მას ორი ძვირადღირებული პროდუქტი აქვს შესათავაზებლად.
თავად წევრობა, რომელიც საშუალებას გაძლევს მხოლოდ მოწვევით ღონისძიებებზე მოხდე, ხშირად სხვა წევრების სახლებში. ასევე არის ექსკლუზიური ვიტრიტები, სადაც ისინი ურთიერთობენ, ადგილობრივ კულტურას ეცნობიან და იმ ტიპის დისკუსიებს მართავენ, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. და კი, ცუდი ვიდეო თამაშივით, აქაც არის მიკროტრანზაქციები. ის, რასაც დიალოგი ჰპირდება, ძირითადად არის უსაფრთხო სივრცე. ძალიან ძვირადღირებული უსაფრთხო სივრცე, სადაც მის წევრებს შეუძლიათ განიხილონ იდეები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ საჯაროდ გარიხავდნენ, ან სულ მცირე, ძალიან კაცრად განსჭიდნენ. იმ გიჟური რაღაცების გათვალისწინებით, რაც მის წევრებს საჯაროდ უთქვამთ, ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი საუბრებია ისეთი, რომ თვითონაც კი სურთ საიდუმლოდ შეინახონ. მაგრამ მოდი ძალიან მკაცრები ნუიქნებით დიალოგის და მისი წევრების მიმართ. ისინი ყველა უგულო მონსტრები არ არიან, რომლებიც სექტების შექმნას და მსოფლიოს დაპყრობას წყობას ცდილობენ. ზოგიერთ მათგანს იგივე უნდა, რაც ჩვენ. ისინი უბრალოდ სიყვარულს ეძებენ ამ მარტოსულ სამყაროში. ამჟამად ერთი ფარული, მაგრამ დაკავშირებული ვებგვერდი dating.log.org იმედოვნებს, რომ თავის წევრებს შორის განსაკუთრებულ კავშირს გააჩენს, რომლებიც, ციტატა, სიყვარულს ეძებენ და განსაკუთრებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი კავშირების პოვნას ცდილობენ. არ გაგვიკვირდება თუ გავიგებთ, რომ ეს რაღაცა ევგენიკით შთაგონებული სქემის ნაწილია, რომლის მიზანიც ულტრა მდიდარი გამრავლების აუზის შექმნაა. ისინი ამ გაცნობის ასპექტზეც ბოლომდე მიდიან. მონაცემების გაჟონვის მიხედვით, დიალოგის თანამშრომლებს ძალიან უყვართ აქტიური როლი. ითამაშონ თავისი წევრებისთვის და სტუმრებისთვის ამურის როლში. ერთმანეთს უზიარებენ პოტენციური პარტნიორების ფოტოებსა და ბიოგრაფიებს. შიდა დოკუმენტებში წერია, რომ ორი წევრი ერთმანეთს იმიტომ შეუთქვეს, რომ ორივე, ციტატა, ნიუ-იორკშია და მთავრობაში მუშაობს. თუ ამ ყველაფრის უხერხულობაზე ფიქრობთ, ნუ იდარდებთ. მათ სპეციალურად მონიშნული ცვლილებები ყავთ, რომლებსაც არაერთიანებენ. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დიალოგი თვლის, რომ კავშირი არახელსაყრელია. ისინი ამას ყველაფერს იმიტომ ახერხებენ, რომ თავიანთ სტუმრებსა და წევრებზე უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას აგროვებენ. რამდენად უზარმაზარს? Straight Arrow News-ის მიხედვით ეს მოიცავს შემდეგს: სახელებს, დამსაქმებლებს, ადგილმდებარეობებს, ელებს, ელფოსტების მისამართებს, ასისტენტების ელფოსტების მისამართებს, დაბადების თარიღებს, მობილური ტელეფონის ნომრებს, გადაუდებელი კონტაქტებს, კვების შეზღუდვებს, ბიოგრაფიებს, 2031 წლის პროგნოზებს, საინტერესო ფაქტებს, ნიჩებსა და ინტერესებს, ასევე წიგნების რეკომენდაციებს. როცა უერთდები, ასევე ირჩევ შენს პოლიტიკურ ორიენტაციას. არჩევანის ვარიანტებია: უკიდურესი მემარცხენე და უკიდურესი მემარჯვენე. რის გამოც განათლებული ცენტრისტები კვლავ პოლიტიკურად უსახკაროდ რჩებიან. ეს ყველაფერი უცნაურად და შემაძრწუნებლად ჟღერს. მაგრამ მიუხედავად ისეთი სახელებისა, როგორიცაა ბრედფორდ ბომონტი მესამე და მთვარის საყიდლად საკმარისი საერთო ქონება, ეს ადამიანები შეიძლება ბოროტები იყვნენ, მაგრამ გენიოსები ნამდვილად არ არიან. სტატისტიკოსი ენდრუ გელმანი 2022 წელს მიიწვიეს დიალოგის ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომლის დასარეგისტრირებლადაც $16,800 მეტი იყო საჭირო. მან მთელი ელფოსტა ონლაინ გამოაქვეყნა, სადაც ნაწილობრივ ეწერა: თქვენ მოწვეული ხართ Dialog 2022-ზე, გლობალური ლიდერებისთვის გამართულ დახურულ შეხვედრაზე. იხილეთ ქვემოთ დადასტურებული მონაწილეების სია. არ იქნება სიტყვით გამოსვლები ან პანელები, მხოლოდ 8-დან 12 მონაწილეზე გათვლილი მოდერირებული დისკუსიები გაიმართება. ყველაფერი 100%-ით კონფიდენციალურია. დღის წესრიგი თქვენს ინტერესებზეა მორგებული და ყველაფერი ინტროვერტებზეა გათვლილი. არანაირი ზედაპირული საუბარი. თქვენი რეგისტრაცია მნიშვნელოვნად ფასდაკლებულია. გამოიყენეთ ფასდაკლების კოდი INSIGHT22. როგორც კი გადალახავთ იმ ფაქტს, რომ ეს ბოროტი საიდუმლო ორგანიზაცია იყენებს ფასდაკლების კოდებს, როგორც იუთუბერი, რომელიც ცდილობს ონლაინ მატრასის გატიდვას, ალბათ კიდევ ერთი დეტალი შენიშნეთ. იხილეთ ქვემოთ დადასტურებული მონაწილეების სია. ეხლა ჩვენ აქ Infographics Show-ში საიდუმლო ორგანიზაციების მართვის ექსპერტები არ ვართ, მაგრამ რომ ვიყოთ, პირველი ნაბიჯი ალბათ არ იქნებოდა სრული მონაწილეთა სიის გაგზავნა იმაზე ადრე, ვიდრე დაადასტურებდი, რომ მიმღებს საერთოდ სურს შემოერთება, ან უბრალოდ შეინახოს შენი საიდუმლოებები. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ენდრიუმ არ ისურვა გაწევრიანება და ეს ელფოსტა ინტერნეტში გამოაქვეყნა, ჩვენ ხედავთ რეალურ და დაუყოვნებლივ მტკიცებულებას, რომ ეს ტაქტიკა საეჭვოა. მოდით ვისარგებლოთ იმით, თუ რამდენად ცუდად ინახავს ეს საიდუმლო საზოგადოება თავის წევრებს, სტუმრებსა და ასოცირებულ პირებს. საიდუმლოდ და დავიწყოთ იმ ადამიანების შესწავლა, ვინც ამ ყველაფერს ამოძრავებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ, როცა გაიგებთ საიდუმლო საზოგადოებაზე, რომელიც ცდილობს მსოფლიოს კონტროლი ჩაიგდოს ხელში, არის: კარგი, ვინ არის სინამდვილეში ამაში ჩართული? მაია არსონ კრაიმ-კრიმუს წყალობით ჩვენ რეალურად გვაქვს პასუხები. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად გირჩევნიათ ამ სიაში იყოთ ვიდრე სხვა ერთ კონკრეტულ სიაში, ან დიდარი და ცნობილი ადამიანების ფაილებში, ეს მაინც კარგად არ გამოიყურება. თუმცა შეიძლება შეამჩნიოთ, როცა ამათგან ზოგიერთს განვიხილავთ, რომ გარკვეული გადაფარვაც არსებობს. პირველ რიგში ვიცით, რომ ეს ძირითადად მამაკაცების ჯგუფია, სადაც ქალები მხოლოდ წევრების დაახლოებით მესამედს შეადგენენ და მხოლოდ 18% არიან ყველაზე მაღალ რეიტინგულ წევრებს შორის. ბიზნეს მაგნატებს შორის, რომლებიც დიალოგის აქტიურ წევრებად. ის აქტიურ წევრებად ან დამსწრეებად არიან მოხსენიებულნი, რა თქმა უნდა არის ილონ მასკი, სერიული მეწარმე, სენსაციებზე მონადივე და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო მეტად ერთვება სხვადასხვა ულტრამემარჯვენე კამპანიებში. აშშ-დან დიდ ბრიტანეთამდე და გერმანიამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ მასკი და ტილიც ორივე PayPal-ში იყვნენ ჩართული, სულიად ლოგიკურია, რომ ამ საქმეშიც შეკრულები იქნებიან. ასევე არის ერიკ შმიტი, რომელიც მუდმივად Forbes-ის 400-ის ტოპ 100-შია. კომპიუტერული ინჟინერი და Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. საინტერესოა, რომ ის ასევე ჩართული იყო აეროკოსმოსურ კომპანიაში, Relativity Space Incorporated-ი. ასევე იყო სპეციალური კონკურენტული კვლევების პროექტის დამფუძნებელი. ბელი უკანასკნელი არის ანალიტიკური ცენტრი, რომლის მიზანია, ციტატა, რეკომენდაციების შემუშავება ამერიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარუნარიანობის გასაძლიერებლად, რადგან ხელოვნური ინტელექტი და სხვა ახალი ტექნოლოგიები გარდაქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და საზოგადოებას. ასევე არის მარკოს გალპერინი, არგენტინელი ტექნოლოგიური მეწარმე, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა ელექტრონული კომერციის სფეროში, კომპანია Mercado Libre's მეშვეობით, რაც არსებითად ნიშნავს თავისუფალ ბაზარს. ავსტრალიელი მილიარდერი მაიკ კენონ ბრუქსი, ატლასიანის დამფუძნებელი, ტექნოლოგიური კონგლომერატი, რომელსაც აქვს მრავალი პროდუქტი, მათ შორის Trello, რომელიც გამოიყენებოდა ვიდეოს შესაქმნელად, რომელსაც ახლა უყურებთ. Scott Cookie, Intuit Incorporated-ის თანადამფუძნებელი, ბიზნეს ტექნოლოგიური კომპანია. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა eBay-ს და ამერიკულ მრავალეროვან საქონლის კომპანიას Procter & Gamble. Joe Lonsdale, Palantiris თანადამფუძნებელი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამერიკულ სათვალთვალო სახელმწიფოს აძლიერებს, სახელწოდება მიღებულია ბოროტი ჯადოქარის სარუმის არუმანის მიერ გამოყენებული სფეროსგან ბეჭდების მბრძანებელში. The Reid Hoffman, რომელიც როგორც LinkedIn-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყველა ეს ადამიანი წერს რომანივით გრძელ პოსტებს იმის შესახებ, თუ რა სასწავლა მათ მანქანის ავარიაში მოხვედრამ ბიზნესებს შორის გაყიდვებზე. ის ასევე კიდევ ერთი მდიდარი ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი გავლენის გამოყენება პოლიტიკაში, როგორც ბილდერბერგის ჯგუფის წევრსა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრს. აქ აშკარა კანონზომიერება. ჯგუფს უყვარს ისეთი წევრების მოზიდვა, რომლებიც ფინანსების, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური გავლენის უმაღლეს ეშელონებში არიან. იმ მდიდარი ადამიანების ტიპი, რომლებსაც ძალიან ძლიერი მოსაზრებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს მსოფლიო და აქვთ თითქმის შეუზღუდავი კოლექტიური კაპიტალი, თავიანთი იდეების გასაძლიერებლად. მაგრამ ეს პრაქტიკულად მოსალოდნელია, როცა უყურებ ბნელ ორგანიზაციას, რომელიც სავსეა მდიდარი ადამიანებით. რაც უფრო გასაკვირი და შემაშფოთებელია არის იმ პოლიტიკოსებისა და ცნობილ ადამიანების სახელები, რომლებიც გაჟონვის შედეგად გამოაშკარავდა. ზოგიერთი მათგანი გაგაწბილებთ და დაგაბნევს. არის ნილ მოჰანი, YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი, რაც იმედი ამ ვიდეოს საფრთხეს არ შეუქმნის. ასე რომ, გაავრცელეთ ეს ვიდეო ყოველი შემთხვევისთვის. ასევე არის სკუტერ ბრაუნი, გავლენიანი მუსიკალური მენეჯერი და ადამიანები ჟურნალისტიკისა და კომენტარების სფეროდან, მაგალითად პოლიტიკური კომენტატორი ეზრა კლაინი და Washington Post-ის რეპორტიორი სუად მეჰანეტი. სარა ბონდი, Microsoft-ში Xbox-ის ყოფილი პრეზიდენტი, პოდკასტერი, ავტორი და პროფესიონალი ათეისტი სემ ჰარისი, ტერეზა S.O., მწერალი და პროდიუსერი ანიმაციურ სიტკომებზე Family Guy და American Dad, და რა თქმა უნდა ბრაიან ჯონსონი, უცნაური მდიდარი კაცი, რომელიც თავის პენის ელექტროშოკებს აძლევს იმის იმედით, რომ სამუდამოდ იცოცხლებს. რა თქმა უნდა, რელიგიაშიც აქვთ ცვლილი. გავლენიანი ევანგელისტი პასტორი რიკ უორენი. ასევე არიან რამდენიმე მსახიობი მათ წევრებს შორის, მაგალითად სოფია ბუში, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ჯოშ ბროლინი. ბროლინი, რომლის წარმომადგენლებმაც უარყვეს ჯგუფის პოლიტიკურ ასპექტებთან კავშირი, ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრად. მათი საკუთარი დოკუმენტების მიხედვით, ციტატა. მისი ტანოსის როლი შურის მაძიებლების სერიაში და მონაწილეობა მაღალშემოსავლიან ფილმებში, როგორიცაა შურის მაძიებლებები დასასრული, რომელმაც $2,790,000,000-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, ხელს უწყობს მის ცნობადობას. გიგვირთ კი, რომ ამ ჯგუფის წევრები ტანოსის დიდი გულშემატკივრები არიან. ბროლინი დიალოგში გაწევრიანებისთვის წარადგინა სხვა წევრმა, ყოფილი Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი, რაიან გრეუსმა. ბროლინმა წევრობისთვის თვითაღწერის ფორმაში დაწერა. მე ცხენის ფერმაზე გავიზარდე, ევერესტის ნაწილებზე ავედი. აკადემიის ჯილდოები გამიცია, ყოფილვარ ნომინირებული, დამიწერია წიგნი, ყოფილ პოეტ ლაურეატებს ჩემთან დაუკავშირდათ, ყოფილვარ მეგობარი ჩვენი დროის უდიდეს ხელოვანებთან. და სან-ფრანცისკოში დილის 3 საათზე მანქანის ქვეშ კრეკი მომიწევია. მიუხედავად ამისა, რეალურად არ არის დაფიქსირებული, რომ მათ რომელიმე რიტრიც დასწრებია. რთულია თქმა, ოდესმე სერიოზულად მიუღია თუ არა ეს ყველაფერი. თუ რეალურ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, არიან ხაზინის მდივანი სკოტ ბეზანდი, არმიის მდივანი დენ დრისკოლი, სენატორი კორი ბუკერი, წარმომადგენელი ჯიმ ჰაიმსი, კოლორადოს გუბერნატორი ჯარედ პოლისი და სენატორი ტედ კრუზი, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ზოდიაკოს მკვლელი. დიალოგის კიდევ ბევრი წევრი იკავებს ბნელ ჩრდილოვან პოზიციებს ამერიკული პოლიტიკური სისტემის გვერდით. მაშინაც კი ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენიანი სიძე, იღებს მოწვევას. და როგორც ტორტზე ალუბალი, ჰარვარდის პროფესორი ლისა რენდალი, ჯეფრი ეპსტეინის მრავალწლიანი მეგობარი, ასევე იყო დიალოგის კორესპონდენტებს შორის. ეპსტეინი მართლაც ყველგან ჩნდება, როცა ვსაუბრობთ მდიდრებსა და ძლიერებზე, რომლებიც კარს მიღმა უცნაურ და ბოროტ საქმეებს აკეთებენ. მაგრამ რისთვის? მოწკენილ მდიდარ ხალხს ზედმეტად გადაახტევინო ძვირადღირებულ რიტრიტებსა და სემინარებზე, რომლებიც ატყუებენ თითქოს მათი სიმდიდრე მათ პრესტიჟსა და მნიშვნელობას აძლევს. ხო, ეს ნამდვილად ჩანს ამ ბიზნეს მოდელის ნაწილად. მაგრამ რა არის უფრო ღრმა мотиваცია?
თუ დიალოგი ტყიდულობს იმ ინსტრუმენტებსა და ადამიანებს, რომლებიც მათი აზრით მომავალს ჩამოაყალიბებენ, როგორი მომავლის შექმნა სურთ მათ. დიალოგის ოფიციალურ განცხადებაში მათი იდეოლოგიური განზრახვის შესახებ წერია. ჩვენ არ გვაქვს იდეოლოგიური დღის წესრიგი. დიალოგი არ არის არც პარტიული და არც პოლიტიკური. ჩვენ გვინდა რომ ყველა მონაწილემ უკეთ გაიგოს სიმართლე, მაგრამ ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ვიცით რა არის სიმართლე. როდესაც ჩვენ ვიკრიბებით გახსნილი აზროვნების მქონე სხვადასხვა გამოცდილებისა და შეხედულებების ადამიანებთან ერთად, ისინი ახალ რაღაცებს ისწავლიან. მოგიწევთ გვაპატიოთ რომ ამას არ ვიჯერებთ. მართლა შეგიძლიათ თქვათ რომ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებთ, როცა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ისაა რომ უნდა იყოს ძალიან ცნობილი და ძალიან დიდარი, მაგრამ ეს დეტალი თავისთავად ძალიან ბევრს ამბობს. დიალოგისთვის თუ ცნობილი და მდიდარი არ ხარ, მათთან ერთი კლასის ადამიანი არ ხარ. შენაც კი იმსახურებ რომ შენი ხმა გაიგონონ იმ ახალ სამყაროში, რომელსაც ისინი აშენებენ. ყველა მონაწილე, განსაკუთრებით კი ჯგუფის ლიდერები, თითქოს ერთი საშინელი შედეგისკენ მიისწრაფვიან დანარჩენებისთვის, ტექნოფეოდალიზმისკენ. თავრობა და ტრადიციული ბაზრები ეტაპობრივად ქრება და მათ ადგილს იკავებს ალგორითმებით მართული სამყარო, რომელსაც რამდენიმე მდიდარი ტექნობარონი მართავს დიალოგის სამეფოში. ამასობაში დანარჩენები უბრალოდ მორჩილ მონაცემოვნებად ვიქცევით, რომელთა ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში ხან ამ ადამიანების პროდუქციის შექმნა, ხან კი მისი ყიდვა. ეს დიალოგია, რომის დაწყებაც ვფიქრობთ, არც ერთ გონიერ ადამიანს არ სურს. გსურთ მეტი საიდუმლო ინფორმაცია უცნაური კლუბების შესახებ, სადაც მდიდარ ექსცენტრიკებს თავისუფალი დროის გატარება უყვართ. მაშინ უნდა ნახოთ სინამდვილეში რას აკეთებდა მასონების იდუმალი საიდუმლო საზოგადოება, ან უყურეთ ამას.